ბატონო ზურაბ, როგორ თვლით თქვენ უნდა დასწრებოდა თუ არა მთავრობა ამ სხდომას? მე ვიცი თქვენი პასუხი ფაქტობრივად, მაგრამ მეორე ნაწილს მოვაბ ამ კითხვის, ამიტომ, როდესაც თქვენი წარმომადგენლები, თქვენი პარტიის წარმომადგენლები, სამი წარმომადგენელი იყო მთავრობაში, შარშან, ისინი არ დაესწრნენ პრეზიდენტის გამოსვლას 2014 წელს. მაშინ რატომ არის წელს ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თქვენ ოპოზიციაში ხართ? არა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ, მივესალმოთ ჩვენ ტელემაყურებელს, ვინც გვიყურებს დღეს ჩვენ გადაცემას და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ცუდად ჩანდა ის სერიალი სკამები, როგორც წინა წელს, ისევე წელს. მინდა მთელი გულწრფელობით დავაფიქსირო, ვინაიდან აუცილებელი იყო მთავრობის წარმომადგენლების მოსვლა იმისათვის, რომ პატივი ეცათ როგორც პრეზიდენტისთვის, ინსტიტუტისთვის, ასევე პარლამენტისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის თავისთავად, ასევე თავისთავისთვის, მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის და სრულებით ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ მთავრობის თავმჯდომარე უნდა არ იყო მხოლოდ იმისათვის, რომ მიმიკებით გამოეხატა თავისი პოზიცია, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია, იმიტომ რომ არც პარლამენტის თავმჯდომარე გამოსულა დღეს მოხსენებით და არც ბევრი კომიტეტის თავმჯდომარე და ბევრი დეპუტატი, რომელსაც დებატების ფორმატში იქნებოდა საშუალება თავისი პოზიციების გამოხატვის. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ის, რომ პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, როდესაც მობრძანდება პარლამენტში, აკეთებს თავის ყრიურ მოხსენებას, რომელიც მიზღვილია საზოგადოებისადმი და პარლამენტისადმი, ალბათ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მომენტი, უნდა მობრძანდნენ მთავრობის წარმომადგენლები დაესწრონ, მოისმინონ, ან დაეთანხმონ, ან არ დაეთანხმონ და სწორედ ეს კომპლექსები, რომელიც ჩამოუყალიბდა დღევანდელ მთავრობას, შიში რაღაც პარლამენტში მოსვლის, სხდომათა დარბაზში შემოსვლის და ზოგადად პარლამენტთან ურთიერთობების, ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან მანკიერი და ეს პრაქტიკა, რომელიც დალერგა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, არის ძალიან ცუდი. კიდევ ერთხელ გეტყვით და გასული წინა წლის გამოცდილებას მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი ის მაშინ გასულ წელს რატომ არ დაესწრნენ თქვენი პარტიის წარმომადგენლები სამი ადამიანი მაშინდელი არ დასწრებაც, რა თქმა უნდა, იყო არასწორი იმ თვალსაზრისით, როდესაც აუცილებელი იყო, როდესაც პრეზიდენტი ამ შემთხვევაში პირველად არჩეული უკვე პირველად მობრძანდებოდა საქართველოს პარლამენტში, რა თქმა უნდა ყოფილიყო დასწრება მთავრობის წევრების და ამაზე და დღეს უფრო მით უმეტეს კიდევ, როდესაც აბსოლუტურად სხვა ვითარება აქვს ქვეყანაში, როდესაც სერიოზული პრობლემების წინაშე დგას სახელმწიფო, არის სავალუტო კრიზისი, არის უამრავი პრობლემები, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და უკავშირდება საერთოდ სახელმწიფოებრიობას, რა თქმა უნდა, მთავრობის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რა სიტყვის პრეზიდენტი, რა შეფასებებს გააკეთებს და აქედან გამომდინარე, ამას არ უნდა ისმენდნენ ტელევიზიით, როგორც ჩვენ გვითხრა მთავრობის თავმჯდომარემ, რომ ტელევიზიით ან მოისმენს, ან არ მოისმენს. ეს მე ვფიქრობ, რომ არასერიოზულია, უბრალოდ რო თქვა, ინფანტილურიც არის ერთი შეხედვით. ასე მე შეგახსენებთ, რომ შარშან არ არის საუბარი უბრალოდ ერთ-ერთ მინისტრზე, არამედ მათ შორის თავდაცვის მინისტრზე, რომელიც თქვენი თანაგუნდელი იყო ირაკლი ალასანია და ის არ დაესწრო შარშან მთავარსარდლის გამოსვლას, ისევე როგორც მინდია ჯანელიძე დაესწრო დღეს. ხო და ეს ძალიან ცუდი პრაქტიკა ჩამოყალიბდა კიდევ ერთხელ გეუბნებით გიორგი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ცუდი. მე მინდა გითხრათ რომ მაშინაც მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი ამ მიდგომების წინააღმდეგ საუბრობდი და მიმაჩნია რომ დღეს კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა ეს პროცესი და ძალიან ცუდია და ეს უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში და მომავალ წელს თუ იქნებს მთავრობა კიდევ ქვეყნის ხელისუფლებაში რა თქმა უნდა მოვიდეს და დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლა და ზოგადად პრეზიდენტთან და არა მარტო პრეზიდენტთან, პარლამენტთან პირველ რიგში მიეჩიოს ურთიერთობას, როდესაც ჩვენ ვისმენთ ერთი მხრივ დღეს თვითონ საპარლამენტო რესპუბლიკაა ქვეყანაში, სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკა თუ არის დღეს. ხო, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა ქონდეს მთავრობას სურვილი და აუცილებლად თვლიდეს პარლამენტთან ურთიერთობის და ანგარის ვალდებულებას. ოპოზიცია უმცირესობა ამბობს, რომ თითქმის არაფერი თქმულა ეკონომიკაზე, ზოგადი ფრაზების გარდა გიავოლსკიც ფაქტობრივად ამბობს, რომ მეტი კონკრეტიკა სასურველი იყო, მით უმეტეს პრობლემებთან დაკავშირებით, თუ რა იყო მიზეზი და რა უნდა იყოს გამოსავალი. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ, რამდენად ადეკვატური იყო პრეზიდენტის შეფასება იმ ეკონომიკური მდგომარეობის, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში? მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დამაჯერებელი იყო თავისთავად ის მოხსენება, რომელსაც ეკონომიკური
გულისხმობდა თავისთავად, იმიტომ რომ იქ ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს დღეს, ასევე გაკეთდა იმაზე აქცენტი თუ როგორ შეიძლება ეს პრობლემები გადაიჭრას. დღეს როდესაც ჩვენ ვისმენთ და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა და რაც მე პირადად ძალიან კარგად მოხვდა ყურში, ეს იყო საუბარი საარჩევნო პროგრამიდან ამოღებულ ციტირებებზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ შეადგინა თავის საპროგრამო დოკუმენტი და ჩვენ თავისუფალი დემოკრატები მაშინ საკმაოდ აქტიურად ვიყავით ამ პროცესში ჩართული და მონაწილეობდით და ჩვენ ვიყავით შეიძლება ითქვას ერთ-ერთი შემქმნელები ამ პროგრამის. თავისთავად სწორედ ეს პროგრამა უნდა გამختارიყო შემდგომ ასევე სამთავრობო გეგმა და სამთავრობო პროგრამას თავისთავად, მაგრამ ხედავთ რომ ეს ყველაფერი არ არის ესე, ხო, თავისთავად, როდესაც დღეს ჩემი კოლეგა გიორგი ვოლსკი საუბრობს იმაზე, რომ კარგი იქნებოდა რომ პრეზიდენტს მეტი კონტაქტი ქონოდა მთავრობის წარმომადგენლებთან ამ მოხსენების მუშაობის პერიოდში, თქო, უბრალოდ აქვე მიჩნდება შეკითხვა, როდის უნდა ყოფილიყო ეს კონტაქტი, როდესაც პრეზიდენტთან არ უნდათ კონტაქტი, ხო, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ მობზანდი და ჩემ მოხსენებას დაესწარით და ერთად რაღაცა პრობლემები გადავწყვიტოთ, მას შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა მოიწვია იგივე რიგარეშე სხდომა, როდესაც ჩვენ მიმართეთ მას და ამის აუცილებლობაზე საუბრობდით, მაგრამ შემდგომ უნდათ მხოლოდ და მხოლოდ კომიტეტის სხდომით შემოფარგლულიყო ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი და სწორედ ამისთვის ეთქვათ უარი შემდგომ რიგარეშე სხდომაზე მონაწილეობაზე, ეს არის სწორედ დამოკიდებულება და ეხლა ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როდესაც ჩვენ ვისმენთ პირიქით, რომ თითქოს პრეზიდენტს მეტი უნდა კონტაქტი ქონოდა სამთავრობო გუნდთან და ამავდროულად ვისმენთ ყოველგვარ დამცინავ დამოკიდებულებას იგივე ფიდასთა მინისტრის მხრიდან, რომ ქვეყანაში შოკი კი არა, რაღაც შოკუნიები არსებობს და ეს კიდევ ერთხელ უფრო მეტად აღრმავებს უნდობლობას ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის. ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელშიც ვიმყოფებით. მე გსურვებ და არ ვიცი, ბატონ გიორგი, უბრალოდ თქვენ საუბრობდით, რომ მეტი კონტაქტი რო ქონოდა პრეზიდენტს სამთავრობო გუნდთან, უფრო კარგ მოხსენებას გააკეთებდა და ამაზე გითხარით. როგორ შეიძლება ეს იყოს თუ არ არის კონტაქტი? არ იცით რეალურად როგორი ურთიერთობა აქვს მათთან? და სიმართლე გითხრათ, ამეთი არც ვარ დაინტერესებული ახლა. ცოტა აბსურდულ რაღაცებზე გვიწევს საუბარი, მაგრამ მე მოვახდინე იმაზე საუბარი გავამახვილე უბრალოდ იმაზე, რომ თუ პრეზიდენტს და მთავრობის წარმომადგენლებს მეტი კონტაქტი ექნება, ეს იქნება პირიქით ძალიან კარგი. ჩვენ გავიგეთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი ფუნქცია, ეს ახლა ყოველდღე ამაზე საუბარი, მე მგონი ცოტა არასერიოზულად ჩანს. ეს თვითონ პრეზიდენტმაც კარგად გაიგო, ჩვენს კარგად გავიგეთ დეპუტატებმა, კარგად გაიგო საზოგადოება, მაგრამ აქ საუბარია დამოკიდებულებებზე ინსტიტუტებს შორის და ელემენტარულია კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა ამ საკითხზე, მე მგონი დავასრულოთ საუბრობ დღეს, რომ მთავრობის წარმომადგენლები ჯდარიყვნენ იქ, მე მგონი უფრო კარგი იქნებოდა ვიდრე რომ არ იჯდნენ, ხომ? მე მგონი ეს ძალიან მარტივია და ეს ამაზე საუბარი, რომ იცით რა, როგორღაც გამოვიყვანოთ მდგომარეობა, როდესაც იყვნენ სასამართლოს თავმჯდომარეები, საკონსტიტუციო და უზენაესი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ხო, მომზადდნენ ის ხალხი იძდნენ რამე დაუშავეთ ჩვენ იქ პარლამენტში, არაფერი, ხო, მოისმინეს, წავიდნენ. ასე შეიძლება და მთავრობის წარმომადგენლები მომზადებულიყვნენ, კაი, ნუ მოვიდოდა პრემიერ-მინისტრი, მოსულიყვნენ. სხვა მინისტრები ჯდარიყვნენ, მოისმინეს და ესე ახლა მე არაფერი და ხა რაღაცა გვინდა რომ გამოვიყვანოთ მდგომარეობა, მთავრობას გადავეფაროთ რაღაცა და ჩვენთვის გაუგებარია თქო ამის არგუმენტები, რო თქვა გუცველად ახლა მე მათ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი იქნებოდა იქ ჯდარიყვნენ და ასე ფიქრობ საზოგადოების უმრავლესობა ასე გონია. მადლობა. როგორ ფიქრობთ, უნდოდა გიორგი მარგველაშვილს იმის თქმა, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში, მაგრამ ეს ბოლომდე ვერ გაბედა, როგორც ამას ზურაბ ჯაფარიძე ამბობს. იცით რა, ხა მე სრულებით არ ველოდებოდი პრეზიდენტის მხრიდან, რომ ის ასეთ განცხადებებს გააკეთებდა და მე მგონი ეს გადაჭარბებული მოლოდინია ზოგადად ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ახლა 100%-ით მომეწონა თქო პრეზიდენტის გამოსვლა, ამდენად გადაჭარბებული იქნება ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ იყო რაღაცა განცხადებები, რომელიც საკმაოდ ყურში მოხვდა იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ დღეს არის წარმატებული ხელისუფლება იმის გამო, რომ ის ხალხს უსმენს. მე აქ სერიოზულად არ ვეთანხმები პრეზიდენტს, იმიტომ რომ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც ხელისუფლება ზუსტად რო არ უსმენს ხალხს და ეს არის ის იგივე მოსმენების შესახებ კანონი, რომელზეც თვითონვე ისაუბრო, რომ საზოგადოების ინტერესი იყო საკმაოდ მაღალი ამ საკითხთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა, რომ მოესმინა საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს ერთ-ერთი მაგალითია. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ახლა კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე იმ დუბლირებებს, რომელიც არსებობს დღეს ხელისუფლებაში, როდესაც პოლიტიკას ქვეყანაში ეკონომიკურს უნდა
უნდა წარმართოდეს მთავრობა და კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრო და ეკონომიკის მინისტრი, რომელიც არის პასუხისგებელი ქვეყანაში ეკონომიკურ სიტუაციაზე და ზოგადად ეკონომიკურ წინსვლაზე, მაგრამ ამავდროულად ვიღებთ რომ გვაქვს რაღაცა ეკონომიკური საბჭო, რომელსაც აქვს სხვა ფუნქციები, რომელიც ზოგადად აფერხებს ეკონომიკური სამინისტროს საქმიანობას. ამაზე ისაუბრა, ხო, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრა. ასევე საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაზე, როგორც არსებობს საგარეო პოლიტიკის რაღაცა საბჭო, რომელსაც გარკვეული დუბლირება აქვს რეალურად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამავდროულად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის სტატუსთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობების საკითხებზე, ხო? როდესაც ჩვენ ვაყენებთ თავისუფალი დემოკრატები არაერთხელ რომ ეს ფორმატი საკმაოდ მკვეთრად უნდა განისაზღვროს თუ რას გულისხმობს, რა არის მისი მთავარი წარმატების ფორმულა. ეს საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ხილბოსნეულის და ღვინის პროდუქციის გასვლაზე რუსეთში, თუ ეს ფორმატი გაცდა ამას და არ საუბრობს მარტო კულტურულ, ტურისტულ ურთიერთობებზე და საუბრობს უფრო სხვა რაღაცებზე, უფრო ღრმა თემებზე, არა, როგორც არის ჟენევის ფორმატი. აქ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ზოგადად სახელმწიფოს და ზოგადად ხელისუფლებას თავისთავად, რომელიც ვარდება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, რომელიც ისმება შემდგომ შეკითხვები და სამწუხაროდ პასუხები არ არის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა და ერთი და მთავარი არის ის, რომ არ არსებობს სოფლიოში მაგალითი იმისა, რომ არაფორმალური მართლობა იყოს წარმატებული. და სწორედ ამ არაფორმალური მართლობის შედეგად სახელმწიფო განვითარდეს და წინ წავიდეს. მე მგონი ესე ძალიან მარტივია, ხო, ამაზე პასუხი. არ არსებობს ეგეთი მაგალითი და ვერ მოიწას ვერავინ. მადლობა ბატონ